მოგესალმებით, ვიფასო მეგობრებო, ტაროს ხერის ჩემი გვერდი პირადი კონსულტაციები არის ფასია. ნახოთ. დაცვლილებები იქნება უმოკლეს დროში, კი მაგ ჩაწერილი, მაგრამ მაინც კიდევ გადავხედოთ. პირველი და მეორე ვარიანტი. ჩანს ხო კარგად. პირველი და მეორე ვარიანტი. მოდი გამოვიყენოთ რა. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ინც ჩაიფიქრა. აშკარად მოძრაობა არის, აქ გაჩერებული ნამდვილად არ ხართ. შესაძლებელია რაღაც კონკურენციის თემა იყოს, ან უბრალოდ ნახეთ თქვენი რაღაც აი ჩხუბი არ არის. აქ არის აშკარად პირდაპირ რაღაც საკითხის განხილვა თუნდაც საუბარი, თუნდაც რაღაცა ბრძოლა, ბრძოლის უნარიანობა, ხო? როგორ დავუშვათ თქვენი წარმატება მოიპოვოთ. მე აქ გეტყოდით, რომ ნაყოფიერებაში მისიხართ სხვათა შორის ძალიან დიდი ნაყოფიერება მოდის თქვენთან, ბედის ცვლილება. და საბოლოო ჯამში მე გეტყოდით, რომ თუ რამე გამოსავალს ვერ პოულობთ, აუცილებლად ეს კარები, ასე ვთქვათ, გაიხსნება. პირველ ვარიანტში და აუცილებლად იქნება ის გამოსავალი, რაც არის, ხო? კმაყოფილებაში დამიფიქსირდით, ყოველ შემთხვევაში უბრალოდ არის ის მომენტი, რომ შესაძლებელია თვითონ გაქვთ შინაგანი ბლოკი, ვიდრე გარეგანი. გარედან ამ წუთში თქვენთან არ არის ის ვარიანტი, რომ რაღაცა გაბრკოლებდეთ, ხო? მაგრამ ნახეთ როგორ არის, თქვენ აძლევთ ამ გარეგან რაღაც ბევრთან ესეც იქნება, ცოტა შევცვლი, თუ კი დავუშვათ აქ არის ადამიანი, რომელიც თითქოს ან გითვალთვალებთ, ან რაღაც ესე რომ ვთქვათ, ტრიალებს თქვენს ახლოს, მაგრამ თქვენ აძლევთ თითქოს მაინც ამ ადამიანს იმის უფლებას, რომ დავუშვათ თუ რამე დაბრკოლებას გრძნობთ ან რაღაც, ამ ადამიანიდან გექნებათ სხვათა შორის რაღაც ან კონტაქტზე გამოვა, ან რაღაც შეტყობინა, რაღაცას გაიგებთ, ხო? და მიხვდებით ვინ არის ეს, რომ მამაკაცური ენერგია შეიძლება ქალბატონი იყოს მამაკაცური ენერგიის, ან კაცური ტიპაჟი, ხო? ან მამაკაცი არის ნამდვილად, მარტო ხელა ოღონდ. ვინმე არ ყავს ამ კაცს. ამიტომ ნახეთ, თქვენ უფრო აძლიერებთ ამ რაღაც ენერგეტიკულ ბლოკს, ვიდრე ამას თქვენთვის ზიანი მოაქვს ამ ადამიანს. აქ არა და პირიქით არის, უნდა შეიცვალოს პირიქით ნაყოფიერებისკენ და მაინც კმაყოფილება გიფიქსირდებათ, თუმცა გაუთვალისწინებელი რაღაც მომენტალური ესეთი დაუფიქრებელი ხარჯები აქ. ეს არგანი რომ ამოვა, ეს არის 100%-იანი დაუფიქრებელი ხარჯები მაინც არის. პირველი ვარიანტისთვის ეს იყო. მეორე ვარიანტით ნახოთ, აბა რა სიკეთე ახლა რა ხდება თქვენთან ინტერესში.
მეორე ვარიანტი, მე აქ ზუსტად გეტყოდი 100%-ით, რომ ძალიან კარგად შეიძლება თქვენთან ყველაფერი. ძალიან დიდი სიძლიერე მოდის და ეს გაგრძელდება გარკვეული ხანი, ეს არ არის ერთდღიანი. აქ აუცილებლად გექნებათ აი როგორ არის იცი რაღაც მეტყოლებასთან არის დაკავშირებული, მე არ ვიცი, შეიძლება ვინმე ეს თქვენი სამსახურში გჭირდებათ ან მოლაპარაკება იყოს შეიძლება აქ წინა ხაზზე, ესე რომ ვთქვათ, გადამწყვეტი. ყოველ შემთხვევაში აქ არის დაჩქარებული რაღაც კარგი ამბავი, ოღონ დაჩქარებული ტემპით თითქოს. შეიძლება ამ წუთში ნამდვილად არ გჯერავთ, ხო? მაგრამ აქ აუცილებლად შეიძლება ყველაფერი. მაგრამ ერთი რაღაცა არის კიდე გავუშვით ძველი რაღაც საკითხი არის. შესაძლებელია ეს იმედგაცრუება ან რაღაც საკითხი არ გამოგივიდათ, ესე რომ ვთქვათ. და აღარ იცით როგორ მოიქცეთ, ხო? ესე ბჭობა გაქვთ საკუთარ თავთან, იმიტომ რომ არ გინდათ რაღაცა დაიჯეროთ, გაიაზროთ ბოლომდე. გასაშვები არის, ვсё, წარსული არის. თუ ეს კონკრეტულ ადამიანს ეხება, ჩავწერე სხვათა შორის წინა ვიდეო. როგორ დავასათაურე, მიცადეთ. და მოვიწყდა როგორ დავასათაურე. მოისმინეთ, აი იქ განმარტავ ადამიანი, რომელიც შემოდის თქვენ საკუთარი მე. აი ეს მოისმინეთ, იმიტომ რომ ზუსტად იქ ვსაუბრობ ამ საკითხზე, როდესაც ადამიანი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, თავისი კომპლექსებით, ტკივილებით, ეს მithumetes ადამიანი თუ ემოციური არის, მისი ნახეთ ენერგია გადმოდის თქვენთან, ასე რომ ვთქვათ და იგივე ტკივილს გაყენებთ თქვენს. ხო? იმიტომ რომ ადამიანს ეს შეიძლება გაუცნობიერებლად ემართება და არც აქვს დაგეგმილი, რომ რამე ტკივილი მოგაყენოთ, მაგრამ ეს არის ზუსტად რაღაც ან ბავშვობის ტრაუმა, ან ისეთი ცხოვრება გავლილი რაღაც პრობლემების წინაშე დგას, ხო? მისი სულიერი მდგომარეობა. ამიტომ მოისმინეთ და იპოვით იქ პასუხებს. შესაბამისად, აი ეს ტკივილი, რაც თქვენ გაქვთ, ან არ გინდათ დაიჯეროთ და თქვენთან რატომ მოხდათ, ეს უნდა მიიღოთ როგორც პატარა გაკვეთილი, ეს იყო წარსული და всё. დაასრულოთ ეს წარსულში სხვა გზა არ არის, მოდი ასე ვთქვათ, სხვა არჩევანი არ გაქვთ. უბრალოდ არა გაქვთ, ხო უნდა წახვიდეთ წინ, მეორე ვარიანტი. ესეთი საკითხი შეიძლება იყოს, ხო, გქონდეთ თქვენ. ყოველ შემთხვევაში აქ აუცილებლად ძალიან დიდი სურვილის ასრულება გაქვთ, ძალიან დიდი გაძლიერება გაქვთ, ამისთვის თქვენ შრომობთ, ბრძოლობთ, იცავთ რაღაც თქვენს თავს. ხო, იცით რა არის, მაინც მიფიქსირდება ის, რომ აი გადაღლის თემა. კი ბატონო, ესეთი ადამიანი, რომ გადაგხლით, მერე გინდა არ გინდათ, აღარ ყოფნით ენერგია, საკუთარ საქმეზე, საკუთარ რაღაცაზე გააკეთოთ კონცენტრაცია, ხო, სამსახური არის თუ რაც არის, რაც გაინტერესებთ და აღარ გამოგდით, მოდი ასე ვთქვათ. ამიტომ აძლევთ ამ ხელა მნიშვნელობას იმ სხვას. ცოტა როგორ არის იცით, ის მკაცრი ხასიათი, ის მკაცრი, ცოტა სიცივე, თუნდაც ამ შემთხვევაში თქვენთვის არის სასარგებლო. აქ ერთ რაღაცასაც გეტყვით, იარეთ ძალიან ბევრი ფეხით, ძალიან ბევრი. ეს დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში. აქ როგორ არის იცით, საკუთარ თითქოს აი ისე იგივე ხაზზე დავბრუნდი, რაც ის გაშლა ჩავწერე საკუთარი მე, ხო? აქ გჭირდება, შეიძლება იქ ყველაფერი ვერ ვთქვი ერთად და ეხლა უფრო მოკლედ და სხვა სიტყვებით გითხრათ, ხო? ეს დაპირგევნებთ, აი შეიყვარეთ საკუთარი თავი. გაიხსენეთ
როგორას მიაღწიეთ, როგორ მიაღწიეთ წარმატებას, ხო ერთხელ მაინც რაღაც გამოგივიდათ ცხოვრებაში, როგორ გააკეთეთ ეს ხანდახან არის რომ ადამიანს ავიწყდება ის როგორ რა შემთხვევაში გამოუვიდა რაღაც კიდევ გამოგივათ ეს იმას ნიშნავს. უბრალოდ თქვენ აქ ენერგია არ ყოფნით. აი ამიტომ გითხარით ძალიან ბევრი იარეთ ფეხით, ძალიან ბუნებასთან კონტაქტი, მიწასთან კონტაქტი. ყველაზე კარგი რესურსი არის ენერგიის აღსადგენად. ნუ ეხლა ზოგადად ძილი და გამოძინებაც ძალიან კარგი არის, მაგრამ ყოველთვის არ შველის ხო ეს გამოძინება და რაღაცა კარგი გამოკვება და რაღაცა. ამ შემთხვევაში აი ეს დაფიქსირდა აქ. დაღლამდე იარეთ, მოდი ასე ვიტყოდი ფეხით. გამხნევეთ საკუთარი თავი, ჩემოკარგებო, იმიტომ რომ მოდის თქვენთან დახმარება იქნება და აი სტაბილურობაში გადახვართ, სტაბილური ენერგია, სტაბილური შემოდინება, თუნდაც თანხებით რაღაცა, აი ენერგიების ისეთ დონეზე დამშვიდება, რომ იგრძნობთ, რომ კარგად ხართ რა, ნორმალურად ხართ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ძლიერი ხართ. შეიძლება აქ მართლა ყველაფერი ხო, აი თავიდან გჭირდებათ რაღაც რომ დაიწყოთ, არ არის გამორიცხული, მაგრამ თითქმის ახლოს ხართ მიზანთან, ეს ყოველთვის უნდა იცოდეთ. თითქმის ახლოს ხართ მიზანთან. არა, აქ თქვენი ემოციით კეტავთ თქვენს რაღაცა მაინც წარმატებას. გამოვალ მდგომარეობაში აყენებთ რაღაც საკუთარ თავს. არ არის გამორიცხული. მეც არ გავაღრმავებ აი ამას ნამდვილად, მაგრამ აქ აუცილებლად შემოbrunდება ესე რომ თქვა თქვენ სასიკეთოდ ბედი, როგორც გავშალე ეგრევე პირდაპირ კი, ნახე მოფრიალდა, რომ აი ყველაფერი დალაგდება თქვენთან. ძალიან ბევრჯერ დაიწყეთ თავიდან ეთყობა რაღაც და ამ ერთხელ კიდევ დაიწყეთ თავიდან, იმიტომ რომ აუცილებლად გამოგივათ. და ზუსტად ეს თავიდან რომ დაიწყოთ ენერგია ამისთვის გჭირდებათ, ხო? თლად თავიდან არა გაქვთ დასაწყები, მოდი ასე რომ ვთქვათ. აქ მაღალი ძალები თქვენს მხარეზეა, კი ჩემოკარგებო. კარმა. რა უნდა კარმა დაიზიანეთ? არა. თუ რამე ეს ნახეთ, ის ცუდი მდგომარეობა, პერიოდი რაღაც, ხო? დავუშვათ ეს ენერგიობა ქონდათ და ვერაკეთებდით რაღაც კარგ გადაწყვეტილებას თუ ესე ვთქვათ. ვერ მოძრაობდით, აი წინ თითქოს რაღაც ერთ ადგილას იყავთ გაჩერებული, იმიტომ რომ არ ყოფნიდათ რესურსი. დასრულდა ეს ყველაფერი, აი ეს ცუდი კარმა თუნდაც დასრულებულია და პირიქით ნაყოფიერებაში გადადიხართ ძალიან დიდი თანაც, ძალიან დიდი. თქვენ მაგის გონება შეგწევთ მეორე ვარიანტი. სულ ეს იყო, იმედია გამოგადგებათ ეს ინფორმაცია და გამშვიდობებით.